ექიმები ჯეო ჰოსპიტალის წინააღმდეგ ჭიათურის 11 ამბულატორიის მედპერსონალი კომპანიას 4 თვის სახელფასო დავალიანებას თხოვს. მედიკოსების თქმით, ხელფასის 50% სახელმწიფო ურიცხავ დამთანხას იღებენ. ჯეო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობა კი მათ პირდაპირ უცხადებს, რომ დავალიანების გასტუმრებას ვერ შეძლებენ. კომპანიის მიმართ უკმაყოფილებას ჭიათურის მოსახლეობაც გამოხატავს. მათი თქმით, რაიონში ახლად გახსნილ საავადმყოფოში საწოლების დეფიციტი და არასათანადო პირობებია. რასაც შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მმართველ კომპანიასა და ჯანდაცვის სამინისტროში ეკა კოპალიანი. სახელფასო დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით 11 ამბულატორიის მედპერსონალი დღეს ჭიათურაში ჩავიდა. ექიმების თქმით, ჯეო ჰოსპიტალში, რომელსაც ჭიათურის საავადმყოფო და რაიონში პირველადი ჯანდაცვის ყველა ობიექტი ეკუთვნის, აპრილის შემდეგ მათ ხელფას აღარ უხდით. რადგანაც ჩვენ ხელფასი არ აგვაქვს, გვიჭირს ზიარული, ხო, თანხაც საჭიროა რომ მივიდეთ. საკმაოდ შორია დაახლოებით 15-20 კილომეტრი სოფელში რომ მივედით. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაგისრია, ამ პასუხისმგებლობას ჯერჯერობით ვერ ვიხსნით. ისევე მსახურებით ჩვენ პაციენტებს როგორც ადრევე მსახურებოდით, მაგრამ ეს როდემდე გაგრძელდება, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. სადაზღვეო კომპანია გვითითებს სახელმწიფოსკენ, სახელმწიფო ხელს იშვერს სადაზღვეო კომპანიისკენ და მთელი 3-4 თვეა ჩვენ ამდენი ექიმი, სხვადასხვა რაიონების ამდენი ექიმი დავდივართ ამ ორ უწყებას შორის. ჯეო ჰოსპიტალსის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სოფლის ამბულატორიების ექიმების ხელფასის 50% სახელმწიფო იხდის და ეს თანხა მედიკოსებმა უკვე მიიღეს. კერძო კომპანიას კი ვალდებულების შესრულება არ შეუძლია და ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ჯანდაცვის სამინისტროსთან აწარმოებს. მიდის მოლაპარაკება იმაზე, რომ სახელმწიფომ როგორც იყო მათ დაქვემდებარებაში ეს სოფლის ამბულატორიის ექიმების მართვა და მათი ხელფასით უზრუნველყოფა გადაიბაროს ისევ სახელმწიფო. ბოლო 3 თვეს ვერ შევწერთ ფიზიკურად, არც ერთი სახელფასო დავალიანება არ გაგვაჩნია ამ სოფლის ექიმების გარდა. არ ურიგებს ჯანდაცვის მინისტრის სამწუხაროდ ექიმებს ხელფასებს. ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ჩვენ უნდა შევცვალოთ და ვცვლით ზოგადად პოლიტიკას, რომელიც გახდის ექიმს დასულს. ჯეო ჰოსპიტალსის საქმიანობით ექიმებთან ერთად უკმაყოფილებას ჭიათურის მოსახლეობის ნაწილიც გამოთქვამს. მათი განცხადებით, რაიონის საავადმყოფოში საწოლების ნაკლებობაა, დაზღვევის არქონის შემთხვევაში კი მაღალი ფასებია. 400 კაციანი საავადმყოფო გაუქმეს, დაანგრიეს და 20 კაციანი გახსნეს. 20 ავადმყოფი ყავს და 30 ექიმი. დანარჩენი ყველა უმუშევარ დატოვეს. მიხვალ და ხელებში ჩამოგჩერებია. ოპერაცია გაკეთებული და ისეთი ცუდი სიტუაცია იყო და ისეთი მდგომარეობა იყო, რომ არ იყო საწოლები არ არის საკმარისი რაოდენობით. 25 კაცზე მეტი არ ეტევაო. მოდი და 25 კაცის მერე გახდეს ავადმყოფი ხოცოდვა არის სადმაწევი და ზესტაფონში ამგონა გაგზავნო საჩხერეს. ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 2011 წლის დეკემბერში გაიხსნა. 4 თვის შემდეგ საავადმყოფოში შექმნილ პრობლემებზე საუბარი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დაიწყო. საწოლების ნაკლებობის გამო პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის პროცესში ძირითადი სანიტარული ნორმები ირღვევა. მიმღებში არ არის სექციების სხვადასხვა ტიპის დაავადებებისთვის. შესაბამისად, ინფიცირებული პაციენტი შესაძლოა ორსული ქალის გვერდით აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, თანამშრომლები დგებიან დილემის წინაშე. აირჩიონ გასინჯონ პაციენტი დერეფანში, სასტრაფოს მანქანაში თუ დიაგნოსტიკის ოთახში, სადაც ინფექციების გავრცელების რისკი მაღალია. ჭიათურის მრავალპროფილურ კლინიკაში კი აცხადებენ, რომ გახსნიდან დღემდე არ ქონიათ შემთხვევა პაციენტისათვის სათანადო დახმარება ვერ გაეწიათ. მათი აზრით, საავადმყოფო რაიონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.